სტერილურად აზოს არ მიცხოვრია, ვერაზოს ვერ გახვდები, ვერც ბუდისტი, ვერც ინდუისტი. ბევრი ცოდვები არსებობს, რომელთაც თუ მოვიშორებთ ადამიანები კარგი იქნება. გამოვიდა სტატია ბრალდებებით ჩვენს მიმართ. არ იყო მთლად ეგრე. თან მინდოდა გადარჩენა და თან არ. ცოტა შეიძლება ნარცისული და ჭარბი წარმოდგენაც მაქვს საკუთარ თავზე. სხვა სცენარით წავიდე და პირველი კითხვა მინდა დავსვა, როგორ გახსენდება ბავშვობა? მადლობა. თქვენი გაცემის შესახებ ცხადია ვიცი, იმ ერთი ძალიან ცნობილი ეპიზოდით სუმცირე, რომელიც ყველასთვის ცნობილია და რა манипуляციაც მე პირადად ნაკლებად მჭირდება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რაც შეეხება ბავშვობას. ბავშვობა არის მეტნაკლებად არასწორხაზოვანი და პარადოქსული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, გასაგები და შეიძლება ვიღაცისთვის უბრალო, ვიღაცისთვის პირიქით მნიშვნელოვანი მიზეზების გამო. ერთი მხრივ 90-იანი წლები, მთელი ეს გასაჭირი, რომელიც ამ წლებს ახლდა და მეორე მხრივ ამ გასაჭირისგან თავის დაღწევის გზები, რომელთაც ჩემი ოჯახიც, სხვა ოჯახებიც მიმართავდნენ, რომ ჩვენ ბავშვები რაღაცნაირად შევნარჩუნებულიყავით საკუთარ ბავშვობაში და ძალიან ხშირად ვამბობ, მაგრამ ალბათ ყველაზე უფრო ზუსტი განმარტება მაინც ეგ არის, რომ ბავშვობა არის უმიზეზო სიხარულების დრო. და ეს სიხარულები არის შენი ჯავშანი, რაც უნდა ხდებოდეს ირგვლივ და ხდებოდა ყველაფერი ცუდი და იმ ცუდზე უარესიც რიგ შემთხვევაში, ხო? მით უმეტეს ერთ პატარა ქალაქში, დასავლეთ საქართველოში, სადაც რეალურად ყველა ეს მახასიათებელი, რაც 90-იან წლებს ახლდა, იყო თამოყრილი ერთად, ხო? უშუქობა, სიდუხჭირე, ყაჩაღობა, უიმედობა მე ამის ყველაფერს რაღაცნაირი შესაკრებელი და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ამის პირისპირ ვიდექით ჩვენ ბავშვები, რომლებსაც ეს ნორმა გვეგონა. ანუ უკეთესი ცხოვრება შეიძლება ფრაგმენტებით საიდანღაც შემოდიოდა, რომელიღაც 5 წუთით რო შუქი მოვიდოდა და იქ რომ რაღაც ფილმის ნაკუთს წავაწყდებოდით იმ კადრიდან, მაგრამ ის იმდენად შორს იყო, რომ ფანტასტიკის სფერო გვეგონა ხოლმე. და შესაბამისად, ყველა ის ოცნებები, რომლებიც ჩვენ მაშინ გქონდა, რეალურად არსად არ წასულა, ჩვენშივე დარჩა და რაღაცნაირად რახანაც ვერ გაიხარა, შეიძლება თელი ცხოვრება გვწამლავდეს გარდაულად. ეგ არის ბავშვობის ტრავმა თავიდან ბოლომდე, ამაზე ბევრი ლაპარაკობს, ბევრი ფიქრობს, მაგრამ მაგის წამალი არავის არ მოუგონია ბუნებრივია. ბავშვობაში რომ საღეჭი რეზინი გვინდოდა, მერე დიდობაში სულად საღეჭი რეზინის წარმოებელი რომ გავხდეთ, ამით ამ ამბავს ვერავინ აზღაურებთ. ახლა ძირითადად გარე ფაქტორებზე მესაუბრები და აი უფრო შიგნით იყო ეს დამცავი ამბავი, შიგნით იყო რეალურად ოჯახი, რომელიც იყო ჩვეულებრივი ოჯახი, თავის სირთულეებით, ამ სირთულეებს რიგ შემთხვევაში სოციალური ფონი კარნახობდა, რიგ შემთხვევაში ბუნებრივია ხასიათობრივი თავისებურებები, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, იყო ბევრი ტრაგედიაც, მათ შორის ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო, როცა მე-5 კლასში ვიყავი და ჩემთვის ეს ერთ-ერთი საეტაპო ამბავი, ამაზეც ძალიან ნაწილობრივ, მაგრამ მისაუბრია, იმიტომ რომ მე თვითონ წავედი მაშინ მის მოსახმობად, გვინდოდა რომ სადილზე დაგვეძახა და ვნახე, როგორ ვთქვათ, იყო ჩამოკიდებული თხილის ხეზე და ეს ყველაფერი ბუნებრივია კიდე სხვა ამბები, რომლებიც ბავშვობას თან ახლდა, ჩემთვის უკიდურესად ტრამულია, ისევე როგორც უკიდურესად სასიამოვნოა, როდესაც ვიხსენებ, როგორ მიკეთებდა მამაჩემი მაგალითად იგივე თხილის ხიდან, რომელზეც ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო, მშვილდისრის თქვათ რაღაცა სათამაშოებს, შვილდისრებს უფრო სწორედ და ამით მეგონა რომ მე სამყაროში ყველაზე მდიდარი და ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავი, როგორ მეთამაშებოდა იგივე მამაჩემი სრულიად განადგურებული რაღაც 5 ოჯახ გამოვლილი ბურთით, ფეხბურთს
და როგორც წარმოვიდგენდით რომ მე მაგალითად ინგლისის ნაკრები ვიყავი, ის ბრაზილია იყო და მე მგონია რომ ჩვენ არ გქონდა იმაზე ნაკლები შეგრძნებები მაშინ ვიდრე თვითონ ინგლისის ნაკრების და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ ხოლმე. მთავარი ხო განცდა და მთავარი ხო ის არის რაც გამოიგონებ. ადამიანი არის გამოგონების არსება და მათ შორის დონ კიხოტობაც ეგ არის თავიდან ბოლომდე ხო ჩვენ გვინდა რომ ქარის წისქვილებს ვებრძოლოთ და ქარის წისქვილების მაგივრად წარმოვიდგინოთ რომ ეგენი დევგმირები არიან ჩვენ რასაც წარმოვიდგენთ ის არის ეგ და არა ის რასაც მეორე და მესამე ადამიანი ხედავს და აფასებს და გვეუბნება რომ არა შენ აშვები კაცო რანაირად ეს ხო ქარის წისქვილი არა რასაც გამოვიგონებთ და დავარქმევთ სახელს ადამიანად ყოფნის უპირატესობაც ეგ არის ახლა როდესაც იხსენება მომენტებს და შეგიძლია შეაფასო შეცვლიდი რამეს ჩემს ბავშვობაში რომც მომენტომები ალბათ ძნელად შევცვლიდი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ცოტათი წარსულზე მეოცნები ადამიანი ვარ ანუ მიყვარს რაღაც კონკრეტული ვთქვათ ესეთი სცენების წარმოდგენა რომელიც შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო დიდწილად ალბათ მაინც ჯობდა რომ არაფერი შემეცვალა იმიტომ რომ რაც ვართ მეც თქვენც ვართ საკუთარი ბავშვობის ჯამები შესაბამისად მოგწონს არ მოგწონს ჩვენი თავი ან რაღაცების კორექცია გვინდა თუ არ გვინდა საბოლოო ჯამში ის ვართ რაც გადავწყვიტეთ რომ ვიყოთ ხო ბუნებრივია რაღაცები შეიძლება ყოფილიყო უკეთესი რაღაცები შეიძლება უარესი და გადავრჩით მაგრამ საკუთარი მცდელობების შრომის ზოგჯერ გამართლების მაგრამ მაინც საკუთრის შედეგები ვართ ამიტომ მეტყობა არაფრის შეცვლა არ იყო საჭირო მოვედი აქამდე როგორც მოვედი ბევრი შეცდომით ალბათ დაახლოებით იმდენივე გამარჯვებით მარცხებით ცხადია რომელიც შეცდომებს ახლავდა და მე უკვე ამდენივე გამარჯვებით ან ცოტა ნაკლებით როგორც ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი არის ბუნებრივია მეც ნაკლული არსება ვარ რაღაცით კოჭლი მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი უპირატესობა მაქვს რომ ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც შევცვალო და ეს შეცვლა რახან წარსულში არ გამოდის რაც თქვენ მკითხეთ მირჩევნია რომ აწყვოს და მომავალს ეფუძნებოდეს შეგვიძლია ვთქვათ რომ რთული ბავშვობა ხშირ შემთხვევაში წარმატების ფორმულაა არ ვიცი მე მგონია რომ ძალიან ინდივიდუალურია ჩვენ გვინახავს ადამიანები რომელთაც არ ქონდათ განსაკუთრებით მძიმე ბავშვობა და გულწრფელად რო გითხრათ არც მე ვიყავი ასეთი იმიტომ რომ მე ვიცი ადამიანები რომელთაც ჩემზე გაცილებით მძიმე ბავშვობა ქონდათ ჩემი ოჯახი მაინც ცდილობდა რომ რაღაც თქვათ მინიმალური გარემო მაინც შეექმნა იმის მომზე რომ საკუთარ თავს აკლებდა რომ მე თქვათ ცხოვრებისგან დაჩაგრულად თავი არ მეგრძნო და გვინახავს ძალიან წარმატებული ადამიანების, მდიდარი ადამიანების შვილები, რომელთაც მიუღწევიათ კიდეც წარმატების. მაგრამ თქვენი კითხვის არც ჩემთვის გასაგებია. მოტივაცია გაცილებით მეტია მაშინ, როდესაც რაღაც გაკლია. და მთელი ქართული მითოსი არის ამას დაფუძნებული, ხო? ქართული ხალხური ზღაპარაკი მე არ მინდა რაღაცები გავართულო ჩვენს ლაპარაკში, მაგრამ მე მგონია რომ რაზეც ვლაპარაკობთ ეს ყველა მის ქართულ ხალხურ ზღაპარში, აი როლ მოდელი გმირი ყოველთვის იწყებს არაფრიდან, ხო? იმ არაფერშიც შერჩეულია პერსონაჟი, რომელიც ყველაზე უარეს მდგომარეობაშია, ხო? აი სამი ძმიდან ყველაზე ნაბოლოო, რომელსაც არაფერი არ ერგება და სწორედ ის უნდა წავიდეს წარმატების საძებნელად. მას აქვს ყველაზე მეტი мотиваცია, იმიტომ რომ დასამტკიცებელი აქვს ბევრი რამ. ხო, ვიღაცები, რომელთაც დასამტკიცებელი არ აქვს რაღაცეები, გარემოებები ხშირ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის წესი და რა თქმა უნდა, უამრავი გამონაკლისიც არსებობს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ვისაც სასტარტო პირობები აქვს უკეთესი, ანუ უფრო მეტი ყოფითი ამბები აქვს დაკმაყოფილებული, ზარმაცდება. ჩვეულებრივი ამბავია და რეალურად თქვათ, მე უკვე ნაკლებად ვარჯიშობს განვითარებისთვის და აი ჩვენ იმ ადამიანებს და ჩემს თაობაში ეს ძალიან ბევრი იყო, ვისაც ამის იძულება გქონდა, ხო? ბუნებრივია რაღაც დამატებითი ჟინი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და რაღაცნაირი ისეთი სასტიკი ენთუზიაზმით ვეკვეთეთ ცხოვრებას. შენს ცხოვრებაში ყოფილა ისეთი პერიოდი, როდესაც გიწევდა ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო? იცი რა, პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავს ხაზგასმით. გულწრფელად რო გითხრა, ხა ვიღაც ადამიანი ან წრე ან თქვათ რაღაც
ინდივიდს და კრებული ჩემთვის არასდროს ყოფილა სამიზნე აუდიტორია არც ერთი ტიპის სოციუმში იმიტომ რომ რაღაცნაირად ეგრე მოეწყო ჩემი ბუნება და საკუთარი თავი კი მათ შორის საკუთარი ბავშვობა მათ შორის ნაწილობრივ ჩემი წინაპრებიც რომელთაც რაღაცაში გაუმართლათ რაღაცაში უფრო მეტად არ გაუმართლათ მათ შორის აგერ მამა ჩემს რომელსაც უნდოდა რომ მოჭადრაკე გამოსულიყო და ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ პირობებმა არ შეუწყო ხელი და არ ანიჭმა, იმიტომ რომ როგორც ამბობდნენ ძალიან ჭიერი იყო და მათი ვერახტენილი ოცნების გამოც ვცდილობ რომ რაღაც ოცნებები ავახდინო, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არ გამომდის, რთული ამბავია რა, ცხოვრება. მშობლებს ახსენებ ლამის ყველა ჩვენს კითხვაში. ხშირად გაკეთდნენ? არ იყო მთლად ეგრე. გააჩნია ამბავს. მე ეგრე აღმოჩნდა რომ რაღაცები ძალიან ადრე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად ლექსების წერა დავიწყე ძალიან ადრე და მე ეგრე აღმოჩნდა რომ ეს ლექსები ძალიან მალე დაიბეჭდა, პირველი კრებული გამოვიდა მაშინ როცა სკოლაში ვიყავი და ეს რაღაცნაირი წარმატების თქვათ მაშინ ლოკალური ბუნებრივია, მაგრამ ეს აურას უტრიალებდა და თან იძულებაც იყო რაღაცნაირი ერთგვარი, აი გიორგი ნიჭიერია და მან აუცილებლად რაღაცას უნდა მიაღწიოს. ეს კარგი იყო, ცუდი იყო, სხვა ამბავია, მოცემულობა შეიძლება უარესიც კი იყო ჩემთვის როგორც ბავშვისთვის იმ დროს, მაგრამ ნუ რაც იყო ეგ იყო. მაგრამ აღზრდის მეთოდები სხვადასხვაობდა. დედაჩემი ცდილობდა რომ ყოფილიყო უფრო მომთხოვნი, სკრუპულოზური და რაღაც დეტალებთან დაკავშირებით უფრო მკაცრი, გაცილებით, მაგალითად რა როგორც იქნებოდა, მაგალითად წერის კულტურა თუ ცხოველის შესაძლებლობა რაღაც ამდაგვარი. მამაჩემი გაცილებით თავისუფალი იყო. გაცილებით ლაღი. შეიძლება აღზრდისთვის პირველი მეთოდი ჯობს, არ ვიცი, ამაზე ძალიან ბევრს დაობენ განათლების და ზოგადად პედაგოგიკის და მეთოდიკის სპეციალისტები, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ეს რაღაცნაირი ციუცხელი ნაკადები შემოდიოდა ხოლმე ჩემს ცხოვრებაში და თლად ეს სწორხაზოვნად რო ხშირად მაქებდნენ არა, მაგრამ არც უმაგისობა იყო, იმიტომ რომ აი ეგ რაღაცნაირი უცნაური დასწყისი აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში აღმოჩნდა და რაღაცა დაისტარტა ადრე. 16 წლის იყავი, როდესაც გადაწყვიტე, რომ უბრალოდ დაიწყე მარტო ცხოვრება. საკმაოდ ეს ჩემი თაობის გარდაუვალი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ მოვდიოდით ჩასაბარებლად უმაღლეს სასწავლებელში. იმ პერიოდში არ გიგრძნია თავი მარტოსულად? 16 წლის ადამიანი, ძალიან ახალგაზრდაა, ხო? შეიძლება ვიტყოდი რომ ბავშვიც არის. ხო, გარკვეულწილად ბავშვიც არის, მაგრამ არა მაინდა-მაინც რაღაცა ისეთი ნაიური გაგებით. მაგრამ ჩემ პერიოდში ეგრე იყო, რომ 16-17 წლის ასაკში ჩვენ განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც რეგიონში ცხოვრობდით, ყოველთვის მოვდიოდით ხოლმე, თუ თქვათ, ამის მინიმალური საშუალება იყო, სასწავლებლად დედაქალაქში. ქართული მოდელი ეს იყო. ზოგი შეიძლება ბათუმში. კი, გარკვეულწილად ეხლაც არის ეს შენარჩუნება. ეს გარდაულობა იმდენად ესეთი მკაფიო წესი იყო მაშინ, რომ რაღაც არც გამკვირვებია, არც გამპროტესტებია, არც რაღაც დიდ სასწაულად მივიჩნევია გულწრფელად რო გითხრა, იმიტომ რომ რეალურად თქვათ ამ რუტინის ნაწილი იყო ყველა სხვა დანარჩენი მანამდე ვინც არსებობდა. მაგრამ რა თქმა უნდა მე ხვდები თქვენი კითხვის არს, ეს ადვილი არ ყოფილა, იმიტომ რომ შენ რაღაც გამოწვევებს ეჯახები გაცილებით ადრე ვიდრე უნდა შეეჯახო, ხო? მათ შორის საწყის ეტაპზე შეიძლება ნათესავებთან ცხოვრობდე, მაგრამ მე უბრალოდ ვალდებულება ჩნდება რომ დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება, დამოუკიდებლად ცხოვრება რომ დაიწყო, შენ სახსარი უნდა გაგიჩნდეს ამ ცხოვრების, ეს სახსარი უნდა გაგიჩნდეს, შენ დრო უნდა გამოყო იმისთვის რომ იმუშაო, მით უმეტეს იმ პერიოდში ეს უბრალოდ ადვილი საქმე არ არის, იმიტომ რომ სამსახურს ვერ ნახავ. სამსახური რო ნახო, იქ ანაზღაურება არის პატარ და ნახეთ რამხელა ჯაჭვია და ეს ჯაჭვი ხო რეალურად მთლიანად ანადგურებს შენ დროს, იმ დროს, რომელიც ერთი მხრივ სწავლას უნდა მიუძღვნა და ამას რაღაცა დიდი მონდომებით მაინც ახერხებ და მეორე დროს როცა უბრალოდ ახალგაზრდად გინდა იგზნო თავი რა. ანუ გაერთო, ვიღაცა შეხვდე, რაღაცები აკეთო, ამას მთლიანად გამოშიგნავს ხოლმე. ხო და ეს ჩვენი თაობის ერთი დიდი ტრავმა და ტრაგედია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა დრო. ანუ დრო განადგურდა, რა თქმა უნდა, ვახერხებდით რაღაცეებს და ნუ ახლა მე ცოტა ისეთი
ზოგადად აი ამ დამოუკიდებლობაში გაწაფვამ განაპირობა რომ ეს თავგადასავლების მაძიებელი ადამიანი ვიყავი და რაღაცებში 1000-ნაირ ამბებში გავხვეულ ვარ ხა სტერილურად აზოს არ მიცხოვრია პირიქით ძულ სტერილურობა მაგრამ რაღაც იძულებები რახან მქონდა რაც შეიძლება სხვაგან ჭარბად არის ჩემ ცხოვრებაში ეგ ნაწილი ნაკლებად იყო რა თქმა უნდა დროზე გეთანხმები რა თქმა უნდა თქვენს თაობაში ახლა ფლად ესე მძაფრად ეს არის თქვენ გაცილებთ ახალგაზრდა ხარჩემს შინაგან გრძნობას რომ დავუბრუნდე იმ პერიოდში დიახ როგორია 16 წლის ბავშვი მიდის მშობლები გვერდით არ ყავს და რას განიცდის მე ყოველთვის მიყვარდა გამოწვევები და ყოველთვის მიყვარდა სირთულე მიყვარდა ცოტა ისეთ ყალბინათქვამი იყო რატომ უნდა გიყვარდა დღეს სირთულე და ცუდი ამბავი მაგრამ რაღაცნაირად არ უშინდებოდი და ყოველთვის მეგონა რომ ადამიანი მაგაში ყალიბდება რა როდესაც შენ ახერხებ რომ რაღაცეები რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს და როგორც წესი მაინც კაისარებს არ გთავაზობს ხოლმე შენ თვითონ თუ არ გადაადნობ კარგად გახედნო და წარმატება დააქციო და მას რაღაცნაირად ხა ასე ფილოსოფიურად კი არ ფიქრობდი მაშინ მაგრამ გძნობდი რა გძნობის დონეზე და ხვდებოდი რომ აი რაღაც არის რა ამბავია რომელიც უნდა რთული გადასალახი იყო ძალიან თქვენ არის ფიქრობთ რომ რაღაცა წარმატება მოდის უცებ და რაღაცა ლანგარზე დევს ყველაფერი ამას ჭირდება ბევრი უკიდურესად წარუმატებელი მცდელობა გარდაულად ჭირდება და ამას სოფლიო მასშტაბის სხვა რანგით წარმატებული ადამიანები დაგიდასტურებენ რომ რეალურად წარმატება მთლიანად დგას წარმატებლობის განცდა რო არ იყოს წარმატებას ვერც გაიგებ რა არის ხო და ეს ეთყობა რაღაცნაირი კანონზომიერება რომელიც მე თავის მხრივ გულისხმობს იმას რომ მეც და თქვენც გვჭირდება რეალურად აი ამ საზვერეებში გავლა რომელსაც წარმატებლობების კასკადი ქვია მარცხების მარცხის გემოს თუ ვერ გაიგებ და მარცხს აქვს თავისი გემო ყველა თავისებურად აღიქვამს მაგ გემოს წარმატების გემოსაც არა თუ ვერ მიაღწევ ვერ გაიგებ უბრალოდ წარმატების გემოს ყოფილა იმ მომენტში ისეთი პერიოდი, როდესაც ყოფილხარ ვიღაცის ძიებაში. რომ აი არ იგრძნო თავი მარტოდ. იცი რა, მე რომ ძალიან გულწრფელად კი პასუხობ, საბოლოო ჯამში ალბათ უფრო მარტოობის ადამიანი ვარ. და იმდენად სოციალიზებული ვარ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ეს გამუდმებული შეხვედრები საღამოები, წარდგენები, ინტერვიუები, რაღაცა სოფლებში, ბიბლიოთეკები, სხვაგან წიგნის კუთხის გახსნა, ყოველდღიური ჭარბხალხიანი რუტინა, ხო? ძალიან დიდი შიმშილი მაქვს მარტოობის. და საბოლოო ჯამში, რაღაც ის არ მინდა, ყალბ ქოუჩურად გამოვიდეს ეგ ამბავი, მაგრამ მაინც სადღაც არის ამბები, რომლებიც გარდაულად ბანალურია და რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს ეს ამბავი, ადამიანი, ყოველ შემთხვევაში ჩემი მოწყობის ადამიანი არის მაინც მარტოობის არსება. ოღონდ ეს მარტოობა უნდა იყოს ზომიერი ჩემთვის, იმიტომ რომ იმდენად პარალელურად ძალიან დიდი შიმშილი მაქვს ხოლმე, ხო? სოციალიზაციის რაღაცა მონაწილეობის რაღაცის შექმნის და ასე შემდეგ, რომ დიდხანს ვერ ვძლებ მარტოობაში, მიცდია. ხო, არის რაღაცა ის რა მოდი სადღაც წავალ, განმარტოვდები 7 დღე მობილური არ მექნება რაღაც. ეგ ჩემნაირ ადამიანისთვის არ არის. ამიტომ მე ვერასდროს ვერ გახვდები ვერც ბუდისტი, ვერც ინდუისტი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცეები გურულ ადამიანს მე მგონი არ შეუძლია. ერთმანეთში რაღაც შფოთვითი აშლილობებით დანაღმულს. ეს ორი პიროვნება, რომელიც შენ აღწერე ამ წუთას რომ გიყვარს რომ იყო თან მარტო, მაგრამ თან გიყვარს რომ და იყო ხალხში, ცოტა ერთმანეთში როგორ თავსდება ერთ ადამიანში. რა თავსდება რომ ერთმანეთში ეგ რომ მოთავსდეს? ვერ თავსდება და კონფლიქტურია რა თქმა უნდა და ესეთიც ვართ ჩვენ ადამიანები რომ რაღაცნაირად ვეჯახებით საკუთარ თავს, იმდენად ბევრი რაღაცეებია, ხო? რამაც განგვაპირობა გენეტიკურად, სოციალური გენეტიკით, 1000 რაღაცა. და საბოლოო ჯამში ვერ თავსდება. ვერც ერთ შემთხვევაში, მაგრამ რომ ვერ თავსდება, ეგეც ხო რაღაცნაირად საინტერესოა, იმიტომ რომ აკვირდები ამ წინააღმდეგობებს, ამ წერლისთვის წინააღმდეგობები კიდე ყველაზე მაგარი რაღაცაა, იმიტომ რომ
მეგხმნის განწყობასაც, განცდასაც, სიუჟეტსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საინტერესო ამბებია. მგონი ასე ღრმად არსად არ მილაბარაკი ამ ამბებს. რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის რომ იყო ყურადღების ცენტრში? ზუსტად ეს ვთქვი რომ არის კიდეც და არც არის. ანუ დღეს ეგ არის ჩემთვის ცოტა. ხო, მესმის რომ ეგ შეიძლება ასე რაღაცა ერთი შეხედვით თვითონ წინა დადება არის პარადოქსული, ხო? გურულები პარადოქსული ხალხი ვართ, მაგრამ ნახეთ, მეცდები რომ აგიხსნათ. ხომ არის ძალიან ესეთი ხშირი და გაცვეთილი გამოთქმა, რომ სადაც არ ხარ იქ გინდა, ხო? დაახლოებით ეგ გამოთქმა შეგვიძლია რომ გადმოვათამაშოთ აქ და იოლად ახსნით ამ ამბავს, ხო? ანუ ერთი მხრივ ბუნებრივია მე მქონია პერიოდები, მათ შორის ცუდად ყოფნის დროს, როდესაც სოციუმს თლიან მოწყვეტილი ვიყავი, ხო? ანუ ეს პრაქტიკა ჩემ ცხოვრებაში არსებობს და არსებობს ხანგრძლივიც ამ თვალსაზრისით. და მაშინ ბუნებრივია ეს სტრესის ნაწილი იყო. რომ მე სოციუმის ცხოვრებაში ვერ მონაწილეობდი. მაგრამ ყოფილა პერიოდები, როდესაც სოციუმის ცხოვრებაში იმდენ და ახლაც არის ეს პერიოდი, ხო, სადაც მივდივარ, ეს სოფლები იქნება, ქალაქები იქნება, უამრავი ადამიანი მხვდება, რაღაცა გიორგი მიყვარხარ, ავტოგრაფი მომი, რაღაცები, რაც ახლავს ამ საქმეს, ხო? ეს ხო ჩემი მოტანილია. ამას ხო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავაბრალებ რაღაც გარემოებას, რომელმაც ეს საიდანღაც ჩამოაგდო. ესე იგი ეს მე მინდოდა. მაგრამ ეს რომ მე მინდოდა არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის სასიამოვნოდ რჩება, ხო? ანუ ადამიანი ხო რაღაც პრივატული არსებაც არის, შეიძლება სადღაც მოუნდეს დაჯდომა, რომელიმე კაფეში წყნარად და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენო. ასეთიც ხო შეიძლება მოხდეს და როდესაც უკვე ამის რეპრესიაც ხდება შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ვიღაცა მოდის და უი როგორ ხარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გეუბნება. ცხადია ეს იწვევს უკვე რაღაცნაირად პირველ რიგში გაღიზიანება საკუთარი თავის მიმართ, რომ აი რატო გააკეთე ეს, რატო შექმენი შენი თავი ასეთად. როდესაც შენ შეგეძლო პრივატულობა, შენ შეგეძლო მეტი ფიქრი და ნაკლები მოქმედება და ფიქრიც მნიშვნელოვანია, ხო? არის ვიტა აქტივა, ვიტა კონტემპლატივა, არჩევანის ამბავი. მაგრამ ნუ ფაქტია რომ მე ამას ვერ ვახერხებ. ანუ ზუსტად ამის თქმა მინდოდა რომ არ მსიამოვნებს ყოველთვის, მაგრამ იმდენად ამის ნაწილი ვარ, რომ უამისობაც აღარ მსიამოვნებს და რეალურად ხო ამ პარადოქსში ვარ გაჭედილი. როდესაც ადამიანს უნდა სოციალიზირება, დიახ, აუცილებელი ხომ არ არის რომ იყო რაღაც ცნობილი პიროვნება? არა ცხადია. მაგიტომ დავსვი კითხვა სულ თავიდან, ხომ არ ფიქრობ რომ აი ეს შენ თვითონც მითხარი მე დამტკიცება, შემდეგ ქების ამბავი, რომ დაკაკლდა ქება ბავშვობაში და ახლა ინაზღაურებ ამ პოპულარობით და იმ ყველაფერს. არა, ბავშვობაში ქება არ დამკლევია, პირიქით. ზუსტად ეგ იყო, რომ მქონდა იძულება იმის, რომ სულ წარმატებული ყოფილიყავი. მე რომ დავიბადე, ჩემი ჭიპლარი დეიდაჩემმა წაიღო და უნივერსიტეტის მერხში შეაგდო იმ თავითვე, რომ მე უნდა პროფესორი გამოვსულიყავ. ეგ გაქვს ნათქვამი და მაგაზე ვფიქრობ, ეგ მართლა მასეთ მართლა ეგრე იყო ზუსტად. ანუ ადამიანის ეგეთი ჭიპლარი ტრაგიკომიკური ამბავი გახლავთ ნაწილი ჩემი ბიოგრაფიის და მე უკვე მესამე კლასში, მესამე წლის ვიყავი, როდესაც ამბობდნენ ლექცია, ანუ ქება კი არ დამკლებია. უბრალოდ ამ ქებამ ნახეთ როგორ რაღაცა გააკეთა. ისეთ დონეზე აგიყვანა. ხო, ანუ იძულება მომცა რომ კიდე უფრო წინ წავსულიყავ, იმიტომ რომ უკან დასახევი გზები იყო ჩახერგილი. და უკან ხმლით იდგა თელი ნათესაობა, როგორც დიდგორის ომში არის. გადმოცემა რომ უკან დახევა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ სხვა სასჯელი ელოდებოდა რაზმს, ეგრე იყო თელი ჩემი ნათესავები ჩასაფრებული, რომ მე თუ უკან დავიხევდი. ნათესავებთან თავი დავანებოთ, არ გისაუბრია შენს მშობლებთან, რომ მაგათაც თქვენ ისეთ პერიოდში, უბრალოდ ისეთ მომენტში მომყოფეთ და ისე გამზარდეთ, რომ აი მე 5 წუთიც არ მიფიქრია, რომ აი დავნებდე ხელები ესე დავალაგო. არ მისაუბრია, მაგრამ რასაც ამბობთ ეგ სიმართლეა. ანუ კი ეს იყო ეს მარადიული დაჭიმულობა, რომ შენ უნდა იარო წინ და უნდა იყო წარმატებული. ეს იყო ნამდვილად. და კიდე ერთხელ ვამბობ, კაციშვილმა არ იცის, ვიღაცისთვის დისტანციურად, ეგ შეიძლება არის კარგი. ანუ ვიღაცამ თქვას, რომ მე არა ვარ წარმატებული და ის გახდა წარმატებული.
და ესე იგი კარგი ყოფილა. ხო, მაგრამ კაცშვილმა არ იცის ფსიქიკისთვის, ადამიანის, თქვათ, სიმშვიდისთვის, ბალანსის პოვნისთვის, ამ მოდუსისთვის, ეგ კარგია, ცუდი კაცშვილმა არ იცის რა. შენს შემთხვევაში როგორ თქვი? ჩემ შემთხვევაში ზუსტად ამას ვთვლი, რომ სოციალური თვალსაზრისით ეს აღმოჩნდა კარგი, მაგრამ მენტალური თვალსაზრისით ეს საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის. შენს ცხოვრებაში არის ერთი პერიოდი, რომელმაც გადაფარა ყველა შენი კარგი, ცუდი, შენი მოღვაწეობა. ეს არის 2021 წლის 27 ივლისი, როდესაც გამოვიდა სტატია ბრალდებებით ჩემს მიმართ. როგორი რეაქცია ქონდა, როდესაც წაიკითხე ის? ეს სტატია ესე არ წამიკითხავს, ეგეც ვიღაცამ მითხრა სტატიამდე რაღაც სტატუსი იყო, მაგრამ ზოგადი აზრით ვცდილობ, რომ ამ თემაზე ნაკლებად ვილაპარაკო. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რაღაც ჩემი ერთი დიდი სტრესის გენერირების ნაწილი იყო, არამედ იმიტომ, რომ სხვა ადამიანებს უფრთხილდები. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. მათ შორის იმ აქტორებს, რომლებიც ამ სტატიაში მონაწილეობდნენ. ამიტომაც, როგორც წინა შემთხვევაში გითხარით, რაღაც თემები არის, რაც მეტნაკლებად ტაბუდადებულია ჩემს ცხოვრებაში და ნაკლებად ვლაპარაკობ სხვა ადამიანების გათვალისწინების გამო. თუმცა, რაც თქვით მეორე ნაწილთან დაკავშირებით, სტრესების გენერირებას, რაღაცების ხვებიც მოხდა მაშინ ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი ეგეც იყო. და ეგ იყო სხვა შორის ძალიან ზოგადად გიპასუხებთ და მაინც ერთ-ერთი პირველი პასუხი გამოვა რეალურად, იმიტომ რომ აზრს არ მილაპარაკია ამას. ეგ იყო პირველ რიგში სწორედ იმ ამბავთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ძალიან ვრცლად ვილაპარაკეთ წინა კითხვების დროს. ეგ არის სახელის შებღალვის შიში. ხო? ჩვენ ხო ვთქვით, რომ სახელის მოხვეჭა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ თანამედროვე ეპოქაში. სახელის შებღალვა სიმართლით ხდება თუ ცილისწამებით. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ საზოგადოებაში, რომელიც პოსტსიმართლის არის. ანუ აღქმა არის გაცილებით მნიშვნელოვანი ვიდრე ფაქტი. ნებისმიერ შემთხვევაში. არსებითი მნიშვნელობა, მარტო ამ кейსზე არ არის ლაპარაკი. სულ ერთია რა, ნებისმიერი რაღაც, რაც საჯარო ფიგურის ცხოვრებას თანს დევს, არის აღქმით გაპირობებული და რაღაც ვიღაცა სქელი კანი აქვს. დღეს მეც სხვა შორის გაცილებით უფრო ვიდრე მაშინ მქონდა და გაცილებით უფრო ცინიკურად უყურებ სამყაროს და გაცილებით უფრო სხვა თვალით, მაგრამ ამისთვის მე მომიწია ძალიან გრძელი, ძალიან რთული და ძალიან სხვაგვარი პასუხის გაცემა. მათ შორის პირველ რიგში ჩემი თავისთვის და ის გაცილებით ეგ ეპიზოდი არ იყო გადამწყვეტი ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში არც ერთ შემთხვევაში და მაგას მე მგონი არ დიდად არც არაფერი არ გადაუფარავს, მაგრამ 2022 წლის 21 მაისი ხო, თავისი წინსწრებით და შემდეგი ამბებით, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო. ის წინა ეპიზოდი გულწრფელად რო გითხრათ, რომ მევე შევქმენი. ანუ ჩემივე განცდება აწიეს ამ დონეზე, მაგრამ აი ის მეორე თარიღი, რომელიც შეიძლება თქვენ უნდა გეხსენებინათ, არ ვიცი. უნდა ვისაუბროთ მაგაზე აუცილებლად. ის, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ რომ რეალურად იმის მერე მოხდა გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. ნუ ვერ ვიტყვი რომ ხა სრულად, მაგრამ თვისობრივად შემცვალა იმ ამბავმა. მხოლოდ იმ დღემ არა, რაც უძღოდა წინ და რაც იმ დღის მერე იყო. რამდენად შეესაბამებოდა ბოდიში რეალობას ის ბრალდება? არა, იმ ბრალდებების უმრავლესობა იყო სრული აბსურდი და ცილისწამების, რა ვიცი. ნუ იმ დროისთვის უკიდურესად მოდური ფორმა, თუმცა რიგ შემთხვევებში მეც ხო გითხარით, რომ ციკლო ანგელოზი არავინ არ არის და მათ შორის არც მე. არაერთ შემთხვევაში ჩვენ მქონია ნორმის სხვა სტანდარტი, განსაკუთრებით კაცებს და ეს ბუნებრივია, ნუ ვიღაცის შემთხვევაში შეიძლება დღესაც ნორმაა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით გადასაფასებელი და შესაძლებელი არის. რომელ ნორმებზე ვსაუბრობთ, როდესაც შეგიძლიათ ცოტა მეტი იკადრო ქალთან? არ ვიცი, ხა ეს მაგას ეს ხო ძალიან ისეთი თემაა, რა ქვია, უკიდურესად ინტიმური, რთულია საზღვრის გავლება, მით უმეტეს დღეს ამ თვალსაზრისით მოგეთ მორალი რაღაცა არის, მორალის გაზომვა
ძალიან ძნელია უკანა რიცხვით, იმიტომ რომ ყველა ეპოქა მორალთან დაკავშირებით გვთავაზობს საკუთარ სტანდარტს. თქვენ რო და თქვენი მშობლები რო გუშინ წინ რაღაც ნორმებს ექვემდებარებოდნენ, დღეს შეიძლება თანამედროვე მიდგომებმა მორალისტური აზრით შეცვალონ ეგ. და უკანა რიცხვით მათი გასამართლება არის აბსურდი, იმიტომ რომ ისინი ნორმის ნაწილები იყვნენ. ამიტომაც რეალურად ჩემი აზრით, ჩემი მოგრძალებული აზრით უკანა რიცხვით გასამართლება არის აბსურდი. შენიშვნა გასაგებია. არ ვაპირებ რომ ან გაგასამართლა ან თქვენ უფლება არ მაქვს პირველ რიგში. თქვენ რომ მაგანზრახვით არ მოგიწევათ, ეგ ვიცი. მე მაინდამაინც ხოლო ჩემს და მე არ მინდა რომ ჩვენი ლაპარაკი პერსონიფიცირებული იყოს. მარტო ჩემს თავზე არ ვლაპარაკო, ეს ძალიან ისეთი ფართო და საზოგადო თემაა და ბევრნაირ ადამიანს ეხება ბევრნაირი ასპექტით. და მინდა რომ ჩემი პოზიცია გასაგები იყოს. იმ პერიოდში დღეს არ ვაფასებთ, იმ პერიოდში იყო რამე ცვლილება შენს თავში? მაგამბის შემდეგ. ეს ამბავი იყო ერთ-ერთი მთავარი გენერატორი სტრესის და გითხარით რატომაც, ხო? რეალურად დიდწილად სოციალური აზრით მევე შევქმენი ეს ამბავი და ეს რაღაცნაირი ეთყობა ესეთი რიტუალური ხარაკირიც იყო გარკვეულწილად, რომელიც კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ დიდწილად უკავშირდებოდა სახელს, ხო? რომელიც ჩემთვის როგორც აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანია და დღემდე მნიშვნელოვანია. ამიტომაც როგორ არ იყო? იყო კი არა დიდწილად თქვათ მთელი ეს ამბები, რომლებიც მეერე უკვე დაეფუძნა ჩემს ამ წელიწად და ორთვიან მენტალურ კატაბაზის და საშინელ მოგზაურობას სასტარტო აზრით იყო განპირობებული ამ. თუმცა კიდე ერთხელ ვამბობ, არავისკენ ხელს არ ვიშვერ და არავინ არ მგონია მეორე ადამიანის მენტალური ჯანმრთელობის თქვათ ცვლილების გამო გარკვეულწილად თქვათ მსჯავრ დასადები და ასე ისევე როგორც ვიღაცისთვის სუიციდის დაბრალება არის ძალიან დიდი ცოდვა ჩემი აზრით, ხო? ასევე როგორც თავის მხრივ ცულის სამებაც ძალიან დიდი ცოდვა. ბევრი ცოდვები არსებობს, რომელთაც თუ მოვიშორებთ ადამიანები, კარგი იქნება. ხო და იმას გეუბნებით, რომ კი, იყო ძალიან დიდი ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილებები მერე თქვენთვის რაც არის ცნობილი, თუ მაინც ამაზე მეკითხებით, იყო განპირობებული მათ შორის იმით, რომ მე სრულად არაჯეროვანი მკურნალობა დავიწყე, იმიტომ რომ მინდოდა რომ შფოთვებს გავქცეულიყავი და ეს შფოთვები ხო დიდწილად. შფოთვები, აი ეგ ქრონოლოგია მაინტერესებს. შფოთვები დაიწყო ამ 2021 წინა ჩემი ორგანი არა, 21 წლის შემდეგ რა 21 წელივეა. ოღონდ სექტემბერი, არა. ყურეთ როგორ არის. 27 ივლისს ვნახე გამოდის სტატია და სექტემბერში იწყება შფოთვები. არა. სექტემბერში არ იწყება, აგვისტოში იწყება. აგვისტოში. ერთ თვეში. არა, მალე გეტყვით, პასუხობ. ანუ უყურეთ რა არის, ნებისმიერი ორგანიზმის სტრესს პასუხობს თავისებურად. კი. ვიღაცას წნევა ემართება, ვიღაცას დიაბეტი ემართება, სამწუხაროდ ვიღაცას შფოთვითი აშლილობის სხვა ტიპები. ჩემი ორგანიზმი მანამდეც ამ თავისებურებით პასუხობდა სტრესს. ანუ ეს რამე სიახლე კი არ იყო ჩემთვის. უბრალოდ ბევრი ფაქტორის და ეს არ იყო ერთადერთი ფაქტორი, იქ გადაღლაც იყო და კიდე სხვა რაღაცეებიც, რომელიც ცხოვრებაში არსებობდა, ამიტომ არ ვიშვერ რა ხელს, იმიტომ რომ ეს არ იქნება სწორი საქციელი. არც ერთ შემთხვევაში მარტო იმან კი არ გამიადვილა, თქვათ, შურისძიების გადაძლევა, რომ მე რაღაცა განსაკუთრებით ჰუმანური ადამიანი ვარ. უბრალოდ ობიექტური მახასიათებლებიც არის რა. ხო და საბოლოო ჯამში აი ეგ, თქვათ, კომბინაცია, გადაღლა, რაღაც სტრესების ერთობლიობა დაემთხვა ერთმანეთს და ჩემმა ორგანიზმმა იპოვა ეს პასუხი. ეს არის ამაზე ბევრი იფიქრეს ფსიქიატრმა ახლა ზუსტი დიაგნოზი ცოტა რთული მოსაძებნია, მაგრამ უფრო ალბათ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ტიპი. უფრო ალბათ ობსესიური კომპულსიების ნაკლებობით, მაგრამ ობსესიური, რომელიც მალევე დაიწყო. მაგრამ ეს ყველაფერი გაათმაგდა არასწორი მკურნალობით. იმიტომ რომ რეალურად მე მგონია რომ მან ფუნდამენტური შეცდომა დაუშვი, როდესაც არ მივყევი ექიმების ინსტრუქციას და მე არავითარი გამოცდილება არ მქონდა ცხოვრებაში, არავითარი ნარკოტიკის მოხმარების, საერთოდ ნულოვანი. იმიტომ რომ ეს ჰიპოქონდრიული ადამიანი ვარ, დაავადებები მეშინა. და უცებ ჩემს ორგანიზმს აი ამ შფოთვის მოსახსნელად ძალიან ბევრი ტრანკვილიზატორი დავაძალე.
ამაც გაათმაგა ეს ობსესიები. და სრულ ფიზიკურ და ფსიქიკურ турბულენტობაში შემიყვანა, რომელიც გაუსაძლისი ტანჯვით ხო ეს იცის ახლო საზოგადოებამ ყველა იმ ექიმმა და მე უკვე ჩემგანაც ბევრმა ხასიათდებოდა და საბოლოო ჯამში ხო მივედი იქამდე სადაც მივედი. ლამის ერთ წელში 2022 წლის 22 წლის 21 მაისი გამოაქვეყნეს სტატუსი სადაც არამხოლოდ საზოგადოებას სიცოცხლეს დაემშვიდობენ. ერთი და იგივეა ლამის. არ მინდა ემოციებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ სხვაგანაც გაქვს ნათქვამი და ჩემ მიკითხეთ. თავარი კითხვა ჩემთვის არის, რატომ აღმოჩნდა ეგ ხერხი შენი პრობლემების გადაჭრის იდეალურ ვარიანტად? ვერ აღმოჩნდა. არა, არც იყო ამ გადაჭრის მცდელობა, ეგ იყო იძულება. ანუ ტანჯვის აბსოლუტური გაუსაძლისობის ნაწილი. ანუ ძალიან რთულია და მესმის ხშირი ლაპარაკი შეიძლება რაღაცას დამღლელია და იმდენად ტრივიალური დეტალებიც ახლავს თან რომ მაინდა-მაინც ხა საეთერო ამბავი არ არის, მაგრამ არის ღრები, რომელსაც ადამიანი ვეღარ ლახავს. მე ხშირად მithქვამს რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვა განსხვავებით მერენდელი 2 თვისგან, როდესაც უკვე ცოტა კიდე უფრო უარესი მიმართებები მქონდა ამ ამბავთან, თან მინდოდა გადარჩენა და თან არ. ანუ ხიად ადამიანი როდესაც წერს პოტენციურად უშვებს, სხვა შორის ისეთი ადამიანიც რომელიც შეიძლება სოციალურ ქსელში კი არ წერს, სადღაც წერს, ანუ ვინმეს ეუბნება რომ მინდა თავი მოვიკლა. ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მას არ უნდა თავი მოვიკლა, მაგრამ პარალელურად უნდა რომ შეიძლება ვიღაცამ უთხრას რომ აი არა, ეს გზა არის, შეიძლება ასე გადარჩე, ხო? ვაუბრალობებ ახლა ამბავს და მაქსიმალურად თქვა ეს იოლად წარმოვაჩინე. ჩემი მაშინდელი მცდელობაც ეგ იყო. ეგ არ აღმოჩნდა გადაჭრის გზა, იმიტომ რომ სამწუხაროდ აი მაგ ამბის მერე რაც საზოგადოებისთვის გაცილებით უფრო ცნობილია ვიდრე სხვა დეტალები ჩემი აი ამ მენტალური ჩავარდნის და მოგზაურობის მე აღმოჩნდი გაცილებით უარეს მდგომარეობაში, იმიტომ რომ გამიათმაგდა ეს ტანჯვა. ეს გარეთ არ ჩანდა რა თქმა უნდა, მაგრამ გარეთ ჩანდა ის რომ მე მაგ პერიოდის მერე ხა მაგის გადამოწმება ჯერ აუცილებლობა არის, მაგრამ მანამდე თუ ცოტათი მაინც ვახერხებდი რაღაც საზოგადოებრივ აქტივობას, ხო, სოციალურ ქსელში და შემდეგ, მაგის მერე უბრალოდ ფიზიკური ძალა აღარ მქონდა ამის, იმიტომ რომ მომიწია რამდენიმე კლინიკაში მოგზაურობა და მეწყო გაათმაგებული ფობია სოციალური ქსელების კი არა, აი მობილური ტელეფონის ჩართვისაც კი და რატომ გეშინოდა რომ ამას წაიკითხე? არა, უბრალოდ უკვე არა, საერთოდ სხვა ფაზა იყო. ეგ ამბები საერთოდ ჩახსნილი იყო, რასაც თქვენ შეიძლება ხა გულისხმობთ მეანიშნებოდ. უბრალოდ ეხლა მაშინ იყო უკვე სრული დერეალიზაცია, დეპერსონალიზაციის ფაზა, რომელსაც არ უსურვებ არავის და თქვენ დარწმუნებული ვარ რომ მაგას სრულიად აერიდებით ისევე როგორც სხვა ადამიანები რომლებმაც ადრევე შენიშნეთ ამ სირთულის შესახებ. არა, ეს სრულიად სხვა ფაზაა, მაშინ ხო ვიღაცა რაღაცას დააწერს და არა, ეგ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაშინ აღარ გაინტერესებს. უბრალოდ შენ აღარ შეგიძლია მონაწილეობა სამყაროში და მით უმეტეს რაღაცის ჩართვა და სადღაც ყველაფერი გათრიგერებს. და ყველაფერი ირგვლივ შენთვის არის ისეთი წინააღმდეგობა, რომელსაც ვეღარ უმკლავდები, უმარტივესი რაღაც რა, ვიღაცამ შეიძლება მე უნარო ადამიანად ზოგადად თავს არ მივიჩნია და მგონია რომ ბევრი რაღაცის კეთება შემიძლია და ცოტა შეიძლება ნარცისული და ჭარბი წარმოდგენაც მაქვს საკუთარ თავზე, მაგრამ აქვს ბევრი მიზეზის გამო. მაგრამ მაშინ მაგალითად შეიძლება ვიღაცას დაერეკა და ეთქვა რომ აი შენს კოტეჯში დენი არის გამქრალი რა. ეს ჩემთვის იმხელა წინააღმდეგობა იყო უკვე მენტალური, რომ შეიძლება თავი მომეკლა. ამ რაღაცა უძარმაზარი სირთულის გადაჭრის, ანუ იმდენად გამოფიტული ხარ წინააღმდეგობის უნარისგან, იმდენად დაცლილია შენი სამყარო ამისგან, იმდენად უძალოა, თქვათ, შენი ნებელობა და იმდენად პანიკურად აღიქვამ სამყაროს ნებისმიერ შემოსვლას შენში, ხო? რეალურად გამოთიშული ხარ რა, ცხოვრებისგან და ცხოვრებისგან გამოთიშვის
თქვა ამ ფაზის მერე მით უმეტეს ჩემნაირ სოციალურ ადამიანს რა თქმა უნდა გაუჩნდებოდა სუიციდური ფიქრები. რთული კითხვა, რომელიც მინდა დავსვე, შეგიძლია არ გამცე პასუხი? მითხარი კაცო, რეგება გაქცენ. რას ფიქრობ, მამა შენი რომ ცოცხალი ყოფილიყო? რას გეტყოდა? იმ გადაწყვეტილების შემდეგ რაც შენ მიიღე? მე გულწრფელად ისიც მიკვის როგორ გაუძლო ამას დედაჩემმა არ მახსოვს ეგ. ანუ არ მახსოვს ძალიან ახლობელი ადამიანები იმ პერიოდში საერთოდ, მაგრამ მგონია რომ მამაჩემი ამას ვერ გაუძლებდა. იმიტომ რომ მამაჩემი იყო აი უკიდურესად რბილი ხასიათის დღევანდელი რაღაცა მეტად არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ რაღაცნაირად მიესადაგება მოწყვლადი ადამიანი, რომელიც იმდენად კონცენტრირებული იყო ჩემზე, რომ მისთვის ეს იქნებოდა სრული გაუგებრობა. ანუ რაღაცნაირი ამოვარდნა ყველანაირი კანონზომიერებიდან და ხო, მე მგონია რომ ვერც ვერ მეტყოდა. მამაჩემი არ იყო მოლაპარაკე ადამიანი. როცა რაღაც სათქმელი ქონდა, რაღაცა ეწყინებოდა, კი არ მელაპარაკებოდა, თავი ქონდა ჩახრილი და მაგით ხვდებოდი რომ რაღაცა არასწორად გავაკეთე და ამაზე მithumetes ვერ ეტყოდა. როდის გადაწყვიტე ასე ღიად დაგეწყო საუბარი თვითმკვლელობაზე? უფრო დეპრესიაზე და აშფოთვითაშლილობაზე, ეს უბრალოდ ნაწილი იყო ამის და არა რაღაცნაირი იდეა ფიქსი, რომელიც კონკრეტული გარემოებების გამო მოვიდა, ხო, სუიციდი ისეთი თემაა, რომ მხოლოდ ამით არ არის განპირობებული. სიტუაციურიც არის და უამრავი სუიციდის შემთხვევა არის, როდესაც რაღაცის გამო ადამიანი სიცოცხლეს ემშვიდობება, ხო, კონკრეტული ამბის ვიღაც ახლობელი ადამიანის დაშორების გამო, ვალის გამო და თასი რამ არის რა, რამაც შეიძლება ეს განაპირობოს. ჩემი შემთხვევა იყო განპირობებული იმ ძირითადი ამბით. ეგ არის მენტალური სირთულეები, რომელიც მძიმე დეპრესიაში და აქტიურად რუმინაციულ ობსესიურ ამბებში გამოიხატებოდა. და გადავწყვიტე სწორედ ამის გამო, რომ სპონტანურად მოხდა ეგ სხვა შორის, იმიტომ რომ თავის დროზე დიდათ ამაზე არც ვფიქრობდი, რომ უნდა მელაპარაკა, მაგრამ ცოტათი რომ დავიწყე უკვე სოციალური ცხოვრება, რადიო თავისუფლებაში ვიყავი მისული რაღაც პროექტზე, ლიტერატურასთან დაკავშირებულს. რაღაც ამერიკული მოთხრობის ისტორიები იყო ინდივიდუალურად გააზრებული და მახსოვს რომ იქ ერთმა ჟურნალისტმა ეკა ქევანიშვილმა მითხრა რომ ამ თემაზეც ხო არ ელაპარაკებდი, ხო არ მოხვიდოდი. და რაღაცნაირად ხა არ მოვივალ, ვერ მივხვდი რატომ უნდა მეთქვა და მივედი და პირველად ვილაპარაკე ამ გზაზე, რომელიც გავიარე და მოულოდნელად, აი როდესაც სახში დავბრუნდი, ხა წელები ბევრი შემოდის ისედაც ჩემს აპოსტო ხუთში, ჩემი საქმის გამო. დიდწილად, იმიტომ რომ უამრავი სოფელი, უამრავი სკოლა, უამრავი თქვა მოსავლე, მასწავლე, ბევრი ადამიანი მეხმიანება, რომ რაღაც შესაბამისი თქვა პროფესიული დახმარება, მაგრამ სავსე იყო ეს აპოსტოლოთი იმ ადამიანებით, რომლებიც ამ სირთულეებით იტანჯებოდნენ და ამ ადამიანთა უმრავლესი უბრალოდ ვერ ლაპარაკობდა ამას. არათუ საჯაროდ, ხო, ამას ვერავის ვერ მოთხოვ, რომ სადღაც პოდკასტში დაჯდეს ან ტელევიზიის ეთერში მივიდეს და ილაპარაკოს იმაზე, რომ მას რაღაცა ბიპოლარული აშლილობა აქვს, ან თქვა ბორდერლაინია, ან თქვა რა ვიცი, სხვა ტიპის უამრავი ჩაშლა აქვს ამ ამბავს, ხო? საკუთარ ოჯახშიც ვერ ამბობდა. და სადაც იწყებდა ლაპარაკს, ხო, მაგალითად დეპრესია მაქვს და ვერ ვდგები საწოლიდან. თავისიანები ეუბნებოდნენ, რომ შეხარ ზარმაცი. და თავი ხელში აიყვანე. ეს დამატებით ეს რაღაცნაირი ფრაზები თავი ხელში აიყვანე და შემოუძახე და შემდეგ ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკე. არ გწხვენია კაცი ხარ. ხო, კაცსაც, ქალებსაც, ნებისმიერ ამ შემთხვევაში სქესმანი და მნიშვნელობა ყველა აწყდებოდა ძალიან დიდ წინააღმდეგობას. ძალიან დიდ წინააღმდეგობას და მგონია რომ აი თქვენც თუ ამაზე ხშირად ისაუბრებთ. რაღაც ფორმით გადაჭარბებულად კი არ ვლაპარაკობ, მაგრამ ისე რომ ესეთი ყალბი ტაბუ არ დაადოთ ამ ამბავს. მე სხვა დანარჩენი ადამიანები ძალიან ბევრ ადამიანს,
ძალიან ბევრ ადამიანს გაუხსნით გზას სწორი გააწყვეტილებისკენ, რომ იმკურნალოს. დღეს ამის შიში არის, ხო, დღეს ფსიქიატრია ისევ საშიშ სფეროდ ითვლება, манипуляციურია თან. ვიღაცა ხო, მორალურად საშიში. ხო, მაგას გულისხმობ. ხო, სოციალურად და მორალურად საშიში, თორე ისე რატო არის საშიში? რომ ვიღაცა ადამიანი თუ იტყვის, რომ მე ეს მჭირს, ხო, ის მერე უკვე საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიძლება სტიგმატიზებული იყოს. მე რაღაცნაირად მოვახერხე და ავწდი ამ ამბავს. ხო, შეიძლება კიდე ერთხელ ვამბობ, მე ეს რაღაცა ჭარბი სიყვარული მაქვს შეიძლება ხალხის და გარკვეულწილად თქვა ამანაც განაპირობა და ჯერაც სრულიად დაუმსახურებელია ეს სიყვარული, რა თქმა უნდა, მაგრამ ეთყობა ეს იყო ჯავშანი. მეორე ალბათ ის იყო, რომ ხე კლასიკური აზრით მე პოლიტიკის ნაწილი არა ვარ. მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის გასაშავებლად ზოგადი აზრით ეს არის ერთ-ერთი, ისეთი იყენებთ სუხე. არა, ჩემს წინააღმდეგ არ ვამბობ. გარეთ ვამბობ, მე ავწდი მეთქი ამას ვამბობ. რაღაცნაირად და ეს ალბათ უკეთესი შემთხვევა იყო და განაპირობა სწორედ ამას. არა. იყო? ჩემ შემთხვევაში არა, ზოგადად რას ამბობთ? სუ პოლიტიკა, სუ ფსიქიატრიის სფეროა, ის გიჟია, იძახიან ეს დასაბმელია, ის უნდა იწვეს, კლინიკები და ავამოქმედოთ, რა ვიცი, მეც არც არ იძახიან ერთმანეთს ეს ადამიანები ტელევიზორს თუ ჩართავთ, ძირითადად манипуляცია მიდის ამ მიმართულებით და ამიტომ ხო, ეგ დასაძლევი ამბავია. ახლა რომ შევაფასოთ, როგორ მიიღო ასეთი გულახდილობა საზოგადოებამ მაშინ? ხო და ეგ იყო ჩემთვის გასაოცარი, უფრო სწორედ ახლა უფრო არის, იმიტომ რომ მაშინ მაინც მეტნაკლებად გამოვდიოდი ამ მდგომარეობიდან და დიდად რეფლექსიას ამაზე ვერ ვაკეთებდი, მაგრამ ეხლა რომ უყურებ, გასაოცრად ემპათიურად და დადებითად. ჩემთვის ძალიან გასაოცრად. ჩვენ შეიძლება ბევრი რაღაცა კრიტიკული ვთქვა ჩვენ საზოგადოების მიმართ და ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვენ ამის მონაწილეები ვარ და თუ გვინდა რაღაცები გავაუმჯობესოთ, მათ შორის უნდა გავაკრიტიკოთ კიდეც, მაგრამ ეს ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, ეს შეიძლება არ იყო უნივერსალური ამბავი. აი სრულად პირიქით აღმოჩნდა რა, ადამიანებს გაუათმაგდათ რაღაცნაირად თითქოს ეს თბილი დამოკიდებულება და ეს ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით უკანა რიცხვით, ანუ აქედან რომ ვაკვირდები ისეთ თემებზე დავიწყე ლაპარაკი, რომელიც რეალურად მაინც და მაინც, რა ვიცი, ასეთ მიღებული არ იყო რა საზოგადოებაში, რომ ტიპი თუ ამბობს, რომ რა ვიცი, ასე ვიყავი, ესე ვიყავი, ტრანკვილიზატორების გამო თქვა, რუმინაცია, overthinking-ი შეიძლება დერეალიზაციაში, აი ყველაფერს ამბობ, რომ იოლია რა, ეს გიჟი ყოფილი. არა. რაღაცნაირად მოხდა სხვანაირად. სანამ ბოლო კითხვას დავსვავ, მინდა ვაჩვენოთ საჩუქარი, რომელიც მომიტანე. წიგნები, 3 სხვადასხვა ჟანრის წიგნი. 2 თქვენთვის, 1 როგორც მითხრა თქვენი ძმის შვილებისთვის. კი, მაინც გაუხარდება. გურული დღიურები, რომელიც ჩემი პერსონალური ბავშვობის დროინდელი ამბებია, მეორე არის დედა და ილია, რომელიც არის სხვა შორის არა იმდენად ილია თოფურიაზე, რამდენადაც დედამისზე, ინგაზე და კიდე უფრო აფხაზეთზე, ჭუბერზე, ესპანურად ითარგმნა სხვა შორის და გამოსცა იქაურმა ყველაზე დიდმა გამომცემლობამ და ბევრი ფიქრია ამ ყველაფრის ფილმად ქცევის. გულდღიურები გამოდის ფილმად ძალიან მალე და მესამე არის ბოლო დროის ბესტსელერი კუპატას თავგადასავალი, რომელსაც ახლა მალე გაგრძელება ექნება კუპატა და მძინარა ზებრა და აი შემდეგ ჯერზე რომ მოვალ თქვენთან. კიდე თუ გაუძელი 2 საათიან მარათონს, იმასაც მოგიდათ. ეს იყო ჩემი ამ სიგრძე პოდკასტში ყოფნის დებიუტი. დიდი მადლობა გიორგი. არაფრის. ჩემი ბოლო კითხვა. რისი გეშინია? ხო მოგიყევით რაღაცეები, რომელიც შემშიშებს იწვევდა და გითხარით რომ კანი გამისქელდა. და ბევრი შიში გადავლახე. დარწმუნებული ვარ, ზოგადად კითხვაზე არასდროს არ ვეჭრები ხოლმე ჩემს რესპონდენტს. დარწმუნებული ვარ, ხა დაბრალების შიში აღარ გაქვს. არა, დაბრალების იმდენად არა, ცოტათი არ მინდა რომ თქვენ თვითონ გაგიღვიოთ ის ტრიგერი, რომელიც გაგვდა, ამიტომ შევყოყმანდი. არა, მიდი ბოლოს ძალიან გამიჩნდა სიკვდილის როგორც გაუგებრობის, რაღაც გაუგებრობაში შესვლის შიში და ღამღამობით მეღვიძება ხოლმე და მახსენდება რომ ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ადრე თუ გვიან და შეძლების დაგვარად ცუდად ხვდები. დიდი მადლობა. ბოდიში რომ რაღაცა თქვენს იმას შევეხე, სრულიად არა დაგეგმილად, მაგრამ თუ სიმართლის თქმა გინდოდათ.
კი, მადლობა, რომ იყავით დღეს ჩემი სტუმარი. პირიქით, მადლობა.